ექსპედიციამ 12 მკვლევრიდან უნდა დააკომპლექტოს 7 კაციანი სამუშაო ჯგუფი. ამ მკვლევრებს შორის არიან 5 არქეოლოგი, 3 ლინგვისტი, 2 ფიზიკოსი და 2 ბიოლოგი. ოკეი, ჩავინიშნოთ ეს სახელები ჩვენი მკვლევრების, ხო? A1, A2, A3, A4 და A5 ლინგვისტები. L1, L2, L3, ფიზიკოსები F1, F2 და ბიოლოგები B1 და B2. შემდეგ, არქეოლოგების რაოდენობა ჯგუფის დანარჩენ წევრთა რაოდენობაზე მეტი უნდა იყოს. ოკეი, მეორე. თუ შეირჩევა A1, არ უნდა შეირჩეს A4. ამ პირობის გამო პირველი პირობა იმგვარად უნდა გავიგოთ, რომ არქეოლოგების რაოდენობა 4 იქნება, 5 ვერ გამოდის და ამ 4 არქეოლოგის ორი ვარიანტი გვაქვს, ხო? ერთი ვარიანტი არის A1, A2, A3 და A5, ხოლო მეორე ვარიანტი არის ესე იგი აწყობილი 4-ის მონაწილეობით, ამიტომ A2, A3, A4 და A5 გამოვა. ეს ორი ვარიანტი გვაქვს ჩვენ აქ არქეოლოგების, ხო? ეს პირო მაინც ჩავინიშნოთ, ესე იგი თუ A1 გვეყოლება, მაშინ A4 არ უნდა იყოს, ხო? A4 არა. შემდეგ, თუ შეირჩევა A2, ოკეი. მაშინ აუცილებლად უნდა შეირჩეს L1, ჩვეულებრივი პირობითი წინადადებაა, მაშინ L1, ოკეი. შემდეგ, თუ შეირჩევა F1, მაშინ არ უნდა შეირჩეს B1-ო და მეხუთე, თუ ჯგუფში არ იქნება არც B1 და არც B2, თუ B1 არა, შეგვასწავლოთ არც B1 და არც B2, მაშინ აუცილებლად უნდა იყოს L2-ო. ოკეი, კონსპექტი ასე გამოიყურება, შეგვიძლია ახლა შევხედოთ პირველ შეკითხვას. ჩამოთვლილთაგან, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს ჯგუფის შემადგენლობასო. დაიწყოთ. ესე იგი, მეორე პირობით დავიწყოთ, A1 და A4 ერთად არ უნდა ყავდეს, ხო? მოვძებნოთ, სადაც A1-ია ყველგან, გადავამოწმოთ A4-იც ხომ არ არის. A1 და A4 აპასუხშია ორივე, ამიტომ ეს პასუხი უნდა გამოვიწყოთ. შემდეგ, A2 თუ არის, L1-იც უნდა იყოს, ამიტომ A2 ყველგან არის პრინციპში და იქ ყველგან უნდა მოვძებნოთ ჩვენ L1, სადაც L1-ს ვერ დავინახავთ, ესე იგი ირღვევა მესამე პირობა. F1 თუ არის, B1 არ უნდა იყოს, ამიტომ მოვძებნოთ F1 და გადავამოწმოთ იქვე B1 ხომ არ არის, ხო? პრინციპში F1 B და G-ში გვყავს, B აღარ არის აქტუალური, ამიტომ G-ზე გადავიდეთ, F1 და B1 აქ ერთად არის ორივე, ამიტომ G პასუხი გამოირიცხება მეოთხე პირობის დარღვევის გამო. თუ არც B1, არც B2, მაშინ L2 უნდა იყოს, ხო? მოვძებნოთ ისეთი განლაგება, სადაც არც B1 და არც B2, ასეთი არის E-ში და იქ არ გვაქვს L2, ხოლო D პასუხში B1 და B2 არცთი არ არის, თუ უბრალოდ B2 არის პრინციპში და შესაბამისად L2 აქტუალური აღარც იყო, ხო? იმიტომ რომ თუ B2 არის, ეს ნიშნავს იმას, რომ პირობის პირველი ნაწილი დაირღვა და ავტომატურად წინადადება შესრულებულია. მე-15 ამოცანაში D პასუხი გამოგვივიდა. შემდეგი. ჩამოთვლილთაგან, რომელია შეუძლებელი? ესე იგი ვეძებთ ისეთ პასუხს, რომლის შესრულებაც ჩვენი მცდელობის მიუხედავად შეუძლებელია. მაგალითად A3 და A5 რომ იყოს ერთად. A3 და A5 ორივე დასაშვებ განლაგებაში გვაქვს A პოზიციაზე, ამიტომ ერთ-ერთი ავირჩიოთ და ვეცადოთ დავამტკიცოთ, რომ შეიძლება A3 და A5 ერთად იყოს, ხო? გასაგებია, რომ A2 ორივე ვარიანტის დროს გვაქვს, ამიტომ L1-იც აქ შემოვა. ესე იგი, ამოვწურეთ, L1 შემოვიდა და ახლა კიდევ გვჭირდება ჩვენ ორი დამატებითი პოზიცია. ვინ ავირჩიოთ ახლა ჩვენ, ხო? მაგალითად შეიძლება შემოვიყვანოთ F1 და თუნდაც B2, ხო? და არც პირობა არ ირღვევა.
7 პოზიცია შევასრულეთ და გადავიდეთ შემდეგზე. A4 და L2 რომ იყოს. A4 თუ გვაქვს, ესე იგი მეორე განლაგების მიხედვით მივდივართ, A2, A3, A4 და A5 უნდა უყავდეს. A2-თან ერთად შემოვა L1, ამიტომ ესენი გადავხაზოთ უნდა, L1-იც გადავხაზოთ და დავფიქრეთ, ახლა ჩვენ კიდევ რისი დამატების რესურსი გვაქვს. ხო, თუნდაც იყოს იგივე F1 ისევ, ну, B1 ვეღარ იქნება და თუნდაც ისევ B2. არ ყვევს ეს რამე პირობას? A1 A4-თან თუ თავისთავად არ ყავს, A2 L1 ყავს, თუ F1 არის B1 არ უნდა იყოს, არ არის, თუ არც B1 არც B2 და B2 არის, ამიტომ L2-ზე ვერ გავდივართ, ხო? ამიტომ აი ეს სამეული მოერგო ორივე პასუხს, ხო? მოიცა, აქ L2 უნდა შემოვიყვანოთ ჩვენ. ოკეი. ნუ, კი ბატონო. დავასწოროთ აქვე მსჯელობა, L2-ს თუ შემოვიყვანთ, მაშინ, ნუ L1 მაინც გვეყოლება, L2 შემოვიყვანოთ და იქვე დავამატოთ B2, ხო? ანუ B2-ის ყოფნა კვლავ არ არის პრობლემა. იმიტომ რომ თუ არც B1 და არც B2, მაშინ არის L2. თუ L2 არის, ეს ამ პირველ ნაწილზე საერთოდ არ მოქმედებს. ანუ არ უნდა ვიფიქროთ, რომ B2 და L2 ერთად არ შეიძლება იყოს. ამიტომ ეს არის ამ შემთხვევაში დასაშვები განლაგება. ოკეი. შემდეგ, A1 და F1 რომ იყოს ერთად, რა მოხდება? A1, A2, A3 და A5 ავიღოთ. ისევ L1 შემოვიყვანოთ. A1, F1-იც უნდა შემოვიყვანოთ, ესე იგი ამ შემთხვევაში. L1-იც, F1-იც და კიდევ ერთი გვჭირდება ჩვენ ახლა. დავაკვირდეთ, ესე იგი F1, L1 სრულად შევიდა. B1 და B2 ამ ეტაპზე არ არის, ამიტომ L2 გვჭირდება, ან B1, B2-ის წყვილიდან რომელიმე F1-თან B1 ვერ შემოვა, შესაბამისად დავუშვათ B2 შემოვიყვანოთ, ან L2 შემოვიყვანოთ, ხო? ამიტომ აქაც არის სხვადასხვა ვარიანტი შესაძლებელი. ოკეი, წავედით, შემდეგი B1 და B2 ორივე რომ შევარჩიოთ, რა მოხდება? ესე იგი რომელიმე A-ს კომპოზიცია ავიღოთ, A3, A5 შემოვიყვანოთ L1, შემოვიყვანოთ B1 და B2 ორივე. დაირღვა რამე? ეს არ დაირღვა, F1 არ მყავს, ამიტომ ეს არ დაირღვა, A2-თან L1 მყავს, A1, A4 არა შევასრულეთ, ამიტომ ყველაფერი შესრულებულია. F2 და L3 თუ გვეყოლება, რა მოხდება? ესე იგი, A-ს რომელიმე პოზიცია ავირჩიოთ, თუ არ გამოვა მეორეც ვცადოთ. ეს არის 4 ვარიანტი, 100, მაგალითად ეს შემთხვევა და F2 და L3-ც დავამატეთ. ნუ ჩვენ ვიცით, რომ L1-ც აუცილებლად გვჭირდება, ამიტომ L1-ც შემოვიყვანეთ. ესე იგი L1 A სრულად F2 და L3-ია შემოთავაზებული და მივადექით მეხუთე პირობას. მეხუთე პირობის თანახმად, როცა B1 და B2 არ არის, მაშინ L2 უნდა იყოს. ჩვენ აქ არც L2 გვყავს და არც B1, B2. რაც აუცილებლად არღვევს მეხუთე პირობას. შეიძლება რამე A2, A3, A4, A5 შემოყვანის შემთხვევაში? არაფერი. ზუსტად იგივე წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდებით, ამიტომ E-პასუხის შესრულება შეუძლებელი გამოდის, რის გამოც ის არის სწორი პასუხი მე-16-ში. და მე-17. თუ A1 და F1 ორივე შერჩეულია. ოკეი, A1 თუ შევარჩიეთ A-ს ხაზი, მოდი დავასრულოთ, A2, A3 და A5 გვექნება. დავასრულეთ, შემოვიდა ასევე F1, ოკეი. ასევე ჩვენ ვიცით, რომ L1-იც გვჭირდება, კი ბატონო. და ამ ეტაპზე უკვე ჩვენ, ესე იგი, L1-ის გამო, ესე იგი F1-ის გამო B1 უნდა გადავხაზოთ და რა გამოდის? B1 არ არის. B2-ც თუ არ იქნება L2 უნდა იყოს, B2 თუ იქნება, ну ოკეი. ახლა ჩვენ ისე ერთი დარჩენილი ვარიანტი, ან B2, ან L2 უნდა ავირჩიოთ და შესაბამისად L2 და B2-დან შერჩეულია ერთი, მაინც არის აუცილებლად ჭეშმარიტი, იმიტომ რომ ამ წყვილზე უარის თქვა შეუძლებელია. სხვა ყველა პასუხი შესაძლებელია, თუმცა არა აუცილებლად ჭეშმარიტი. პრინციპში ამ შემთხვევაში ფაქტობრივად L2-სა და B2-ს შორის კეთება არჩევანი და ორივე შეიძლება რა. ამიტომ უშუალოდ დასახელებებით ლინგვისტი თუ ბიოლოგი დაგვემატება თქმართული. ოკეი?
პასუხი იქნება აუცილებლად სწორი. ამდენად, ამით ვასრულებთ ამ ტესტის განხილვას და გისურვებთ წარმატებებს. იმედია, ბევრი პასუხი დაემთხვა თქვენს მსჯელობას.